კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს წყლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში დაგლეჯილი. ამ თვეში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. სამართალდამცავები მთელი ამ ხნის მანძილზე აგრძელებენ აქტიურ ღონისძიებებს გარეული მხეცის საფოვნელად, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ახლა შემთხვევის ადგილიდან გვიერთდება ჩვენი ჟურნალისტი. ბახო, გისმენთ რა მდგომარეობა ამ თვეში? გამო, რა შვილო, მიცვალებულია მან და გასისხლიანდები რა. ქალბატონო, მიხედეთ რა თქვენი ჭირიმე რა. დიახ, ნანკა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, როგორც პოლიცია გვატყობინებს მიცვალებული უკვე გადახავთ ექსპერტიზაზე. მათივე განცხადებით ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით არ შეგვიშვებენ ტერიტორიაზე სისულელე, მოკლედ როგორც იციან ხოლმე. ჯერჯერობით დანამდვილებით რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მიცვალებულს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა, რაც ამ თვეში უკვე არაერთხელ ვიხილეთ. მადლობა ბახო, ეს იყო ჩვენი ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან. ჩვენ კი ექსპერტიზის ჩატარების თანავე გამცნობთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთ-ერთ თუ ესე გაგრძელდა, საჭირო გახდება კომენდანტის საათის შემოღება, ან კიდევ უფრო უკიდურესი ზომების მიღება. იმედს ვიტოვებთ, სამართალდამცავები შეძლებენ სიტუაციას